დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და დღეს შევარჩიე ესეთი თემა, რაც ვფიქრობ აქტუალური თემაა, თუმცა მას შემდეგ რაც დაიწყო რუსეთ-უკრაინის ომი, ეს თემა მუდმივად ასე ვთქვათ იყო აქტიური, მუსირებდა არ მინდა სიტყვა ვთქვა, მაგრამ ამ ბოლო დროს როგორც დასავლელი, ასევე რუსი პოლიტიკოსებისა და ვთქვათ ექსპერტების მხრიდან უფრო აქტიურად განიხილება აი ბირთვული ომის საფრთხე და პრინციპში არ შეიძლება ეს ერთგვარი ნერვების თამაშიც არის მხარეების, მაგრამ რატომ გახდა ეს საკითხი ასე აქტუალური, მხარეები რატომ ვიტყვი ესეთი საყოველთაო ტერმინით უჩიჩხინებენ ერთმანეთს და პრინციპში ეს დრონებით მასირებული თავდასხმას მოსკოვზე, რაც ვერ ცვლის უშუალოდ ფრონტის ხაზზე მდგომარეობას, იმიტომ საბოლოო ჯამში საზოგადოებას მოსახლეობას არ აქვს, როგორც ჩვენთან, ასევე ჩვენი ქვეყნის გარეთ, არ აქვს ზუსტ ინფორმაცია რა ვითარება არის ფრონტის ხაზზე, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს რუკები სპეციალური, რომელიც ონლაინ რეჟიმში, ვთქვათ, მხარეთა პოზიციებს და მათ მოქმედებებს ასახავს, მაგრამ გასაგებია, რომ ადამიანთა უმეტესობისთვის ეს, ვთქვათ, მიუწვდომელია და ისინი ამაზე დროს ახარჯებენ და არც იციან როგორ გამოიყენონ ან წაიკითხონ ეს რუკები. რაღაცნაირად მეჩვენება ხოლმე, რომ თითქოს რაღაცა ნაბიჯისკენ ცდილობენ უბიძგონ პუტინს, თუ მაინც მეჩვენება მე და ეს ბირთვული ომის საფრთხე რატომ დადგა ასე აქტიურად დღის წესრიგში, ვინ ვის უსინჯავს კბილს და რისი იმედით? პირველ რიგში მევესალმები თქვენს აუდიტორიას, ყველა ის რუკა, რომელიც ღია წყაროში გამოაქვთ და ზოგადად ყველა ის ნარატივი, რომელიც ჩვენთან ქართულ ენაზეც და სხვადასხვა ენებზე ვრცელდება, ძალიან დიდი რაოდენობით დეзинფორმაცია შეიცავს, აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის ომის ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ მხარეები ცდილობენ, რომ რეალური მონაცემები არ ჰქონდეს საერთაშორისო საზოგადოებას და არც ქვეყნის შიგნით და სამიზნე ქვეყნებში მოსახლეობას. ამიტომ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ ყველა ის პროცესები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, უბრალოდ გასაკვირი გახლავთ მხოლოდ ერთი რამ, რომ იმ ტექნოლოგიების მქონე სახელმწიფო, როგორც რუსეთია და მას აქვს კოსმოსური დაზვერვა, რატომ ვერ ახერხებს, თქვათ, წერტილოვნად ვითარების კონტროლს, ეს არის მიზანმიმართული ეს არის, თქვათ, რა გარკვეული დონის, თქვათ, უცხო ქვეყნების სადაზვერვო შეღწევადობა და შესაბამისად მოწყვლადობის მაღალი ხარისხი, რომელიც ამას ყველაფერს განაპირობებს. აი ეს რო განმარტოთ, ანუ იქ არის ბევრი აგენტურა და ეს აგენტურა არ რეაგირებს მოსახლეობის საფრთხეებზე. ან არის არაპროფესიონალიზმი ზოგადად და ან არის გარკვეული ტაქტიკა, რომელიც შესაძლებელია საბოლოო ჯამში მე უფრო მაღალი დონის აგრესიის აქტი გამოიხატოს. ეხლა თუ დავაკვირდებით, რომ გადააწევინოს მოსკოვი დაახლოებით ნაპოლეონის დროს. ბოლო პროცესებს, ნახეთ, ისტორიაში თუ გადავიხედებით, ხო, არის ძალიან ბევრი მაგალითი, როდესაც გარკვეული, თქვათ, სტრატეგიული ჩარჩო ითვალისწინებს ისეთ ქმედებებსაც, რომელიც შესაძლებელია ქვეყნის ინტერესების საზიანო იყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაფერი ეს ემსახურებოდეს ყველაზე დიდ და სანადრელს იმ ძირითად მიზანს, რომელიც არის, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. ვფიქრობ, რომ ამ განგრძობადმა ომმა არც რუსეთში და არც უკრაინაში ხელისუფლების სასარგებლო განწყობები არ შექმნა, უფრო მეტიც ამან გამოიწვია მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მოუწევს, რუსეთის ხელისუფლებას მოუწევს გარკვეული უფრო აქტიური ნაბიჯების გადადგმა ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ანალოგიურად ვფიქრობ, რომ იგივე მდგომარეობაში არის უკრაინის პრეზიდენტიც, იმიტომ იმდენად დიდი არის მსხვერპლი და იმდენად დიდია დაზიანების მასშტაბი, რომ ვფიქრობ, რომ გონიერი პოლიტიკოსები ალბათ რაღაც მომენტამდე უნდა შეჩერდნენ. თუ გონიერი პოლიტიკოსები ვერ ჩერდებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ჩვენ გვაქვს ძალიან ცუდ მდგომარეობასთან საქმე და აქ უკვე ფსიქოლოგიურ ფსიქიატრიის პრობლემასთან გვაქვს საქმე, როდესაც ვერ აღიქვამ რეალურ ვითარებას, თუ რა ხდება შენს ირგვლივ, შენს ქვეყანაში და რა დამაზიანებელი ზემოქმედებებით შეიძლება დასრულდეს ესა თუ ის მოქმედება. ეხლა რაც შეეხება ბირთვულ ომს, რომელზედაც თქვენ საუბრობთ,
ეხლა ვერ გეტყვით ცალსახად რომ ეს არის მხოლოდ პროპაგანდა და არ შეიძლება რომ ესეთი რაიმე არ მოხდეს. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენათა განვითარებაზე. ამიტომ თუ დავაკვირდებით ჩვენ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას და საკმაოდ ცვალებად პოზიციას, როდესაც შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს და გარკვეულ არაადეკვატურობაში შეიძლება გადავარდეს, როდესაც გაანალიზებს ფაქტებისა და მოვლენების ირგვლივ გაკეთებულ განცხადებებს ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირების მხრიდან, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად გარკვეული საფრთხეები ამ მიმართულებით არსებობს. ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატები ერთი ხელით ფიქრობს, რომ მოეფოროს რუსეთის ფედერაციას პროპაგანდისტული თვალსაზრისით და მეორე ხელით გარკვეული წილად, მათ შორის პროპაგანდაში და არა მარტო პროპაგანდაში დაეხმაროს უკრაინას. ნუ საერთო ჯამში მაინც ფიქრობ, რომ მოვლენები გავს პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ განვითარებულ მოვლენას. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი სხვაობა არის, რომ თქვათ გარკვეული საჯარისო დანაყოფები თქვათ რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მაგალითად მაშინ ხო ესე იყო რომ თეთრგვარდიელები იბრძოდნენ აი ესეთი არ არის და დანარჩენი რასაც უყურებთ ვფიქრობ რომ პრაქტიკულად სოფლიოს ყველა ქვეყანა ჩართული არის იმ კონფლიქტში რომელსაც ქვია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი. ზოგი იქეთ დიახ. ხო. აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ ის გაფრთხილებები რომელიც კეთდება რუსეთის მხრიდან არის გაფრთხილება იმისათვის რომ გარკვეული თავშეკავება განახორციელოს როგორც ევროპულმა სახელმწიფოებმა, ისე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უკრაინა ყოველ შემთხვევაში ეს არის როგორ გითხრათ ახლა ზოგადად არსებობს სიტუაციური ანალიზი და მათ შორის ჩვენ ისტორიაში ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს ესეთი რომ როდესაც ჩვენ ვერ უმკლავდებოდით მტერს და იყო საიშროება რომ საერთოდ გავნადგურებოდით ჩვენ გვაქვს ესეთი ძალიან კარგი პრაქტიკა რომ მეფეები თავის ოჯახებს და თავის თავსაც კი სწირავდნენ იმისთვის რომ ოღონდ გადარჩენილიყავით ჩვენ ესეთი რამ ესა უკრაინის პრეზიდენტს სამწუხაროდ არ გააჩნია ყველაფერთან ერთად მე ძალიან ცუდად აღვიქვამ იმ ფაქტს რომ უკრაინაში პრაქტიკულად რელიგიური ხასიათის გარკვეული ომიც მიმდინარეობს მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ვითვალისწინებ ეთნიკურ და რელიგიურ ნიშანს ზოგადად მართლობისას ალბათობის მაღალი ხარისხით ვფიქრობ რომ კიდე რაღაც დამატებით მიმართულებასთან გვაქვს საქმე ამ საომარ მოქმედებებში და ვფიქრობ რომ სოფლიოს ეს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. ყველაზე კარგი რაც ზოგადად არსებობს დედამიწის ზურგზე არის ადამიანის სიცოცხლე და როდესაც ამას ვერ უთხრილდება რომელიმე ქვეყნის ხელისუფალი ვფიქრობ რომ ის ან არაადეკვატურია ან რაღაც ტიპის გარიგებებთან გვაქვს საქმე. სამწუხაროდ. აბა და თქვენ ძანეთ რომ პოლიტიკოსების გონიერება ახსენეთ და როგორც ვთქვი აქცენტი იყო ძირითადად ძველი უკრაინის ხელისუფლებაზე. არა მარტო უკრაინაზე. არა, ვიტყვი კი ბატონო, ხო ხელისუფლებაზე. გონიერება თვითონ აი ევროპა თქვა უკრაინის ხელისუფალი შეიძლება რაღაცა ტიპის გარიგება ჰქონდეს მას რუსეთთან დაპირისპირების მსურველ მხარეებს შორის, მაგრამ თვითონ ევროპელი ლიდერების გონიერების ხარისხი როგორ შეიძლება შეფასდეს ან რის იმედი აქვთ მათ გასაგებია, რომ ისინი ხარჯავენ მხოლოდ ფინანსებს და სხვა ყველანაირი ზარალი დადგება უკრაინას და ამ მხრივ ისინი რა თქმა უნდა წაახალისებენ უკრაინას ბუნებრივია, რატომაც არა ამაში არაფერი არ არის ისეთი ცუდი, იმიტომ რომ კეთილშობილება ნაკლებად ახასიათებს განსაკუთრებით თანამედროვე გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს. მათთვის რამდენად გონივრულია უკრაინის წაქეზება. აი თქვათ ის თუ გამოიყენებს ისეთი ტიპჯერ ბირთვულამდე კიდევ ალბათ სხვა შეიარაღებაც აქვს, ხო? რუსეთს სანამ ბირთვულამდე მივალთ. მათთვის ეს რისი მომტანი იქნება? რის საშუალებას მისცემს? ისინი მათი საქციელი როგორ შეიძლება ასე ვთქვათ შეფასდეს გონიერების დან გამომდინარე? ეხლა ნახეთ მთელი უსაფრთხოების სისტემა ევროპის დამოკიდებული არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე. ამერიკის შეერთებული შტატები როგორც კი მცირედ უკან დახევასაც კი განახორციელებს, მაშინვე მაღალი საფრთხის ქვეშ დგას უკვე ევროპის უსაფრთხოება. მე ვთვლი რომ ზოგადად ევროპა არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ის მზად იყოს მაღალი დონის გამოწვევებისათვის. მათ შორის განსაკუთრებით გამოყოფ გერმანიას. გერმანიამ სულ ახლა ხან არ არის ძალიან დიდი ხანი გასული, რაც დაიწყო გარკვეული
ფორმირება ეგრეთ წოდებული ძალოვანი შემდგომში ძალადობრივი ქმედების განხორციელება რომ განხორციელდეს მის წინააღმდეგ რომ თავდაცვითარების გაზრდა ხო მარტივად რო ვთქვა ხო და აქედან გამომდინარე ძალიან ეჭვი მეპარება რომ იქ რამე გონიურულთან მქონდეს საქმე იმიტომ რომ ამ მდგომარეობამდე უკრაინის მიყვანა თლად გონიერების საფუძველი არ არის ეს არის ძალიან დიდი ფული ეს არის ძალიან დიდი ფული რომელშიც ფინანსური სამხედრო და კრიმინალური წრეები ერთად იყვნენ და პოლიტიკური წრეები გაერთიანებული და მნიშვნელოვანი სარგებელი ნახეს და ეს იმას არ ნიშნავს რომ მხოლოდ ამ მიმართულებით მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ არაერთხელ მithქვამს რომ სახელმწიფოებმა ნახეს ძალიან დიდი სარგებელი იმ საომარი მოქმედებებიდან რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. სქემა რომ გავშიფროთ თუ შეიძლება ეს მხოლოდ ეგრეთ წოდებული ატკატებია თუ ანუ ხო ხარჯავს აი რაღაცა თანხას ხარჯავს იმ ხრივ რომ შეიარაღებას ასდის უკრაინას ეს ჩამოსაწერი შეიარაღება იყო განახლებისთვის იყო საჭირო შემდეგ ამ თანხიდან რა ნაწილი ბრუნდებოდა უკან აი დაახლოებით ეს სქემა რომ აღწეროთ თუ შეიძლება. ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი გახლავთ ის რომ სახელმწიფოებს გააჩნდათ მნიშვნელოვანი შეიარაღება, რომელიც უტილიზაციას ექვემდებარებოდა. უტილიზაცია არის საკმაოდ ძვირადღირებული პროცესი და შესაბამისად უკრაინის ომი გახდათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არეალი იმისათვის, რომ ეს არა უტილიზაცია განხორციელდა, არამედ გამოყენება და მიწოდება. სულ მახსენდება 21 წელი, როდესაც საქართველოში საბჭოთა რუსეთი შემოიჭრა და ის იარაღი რომელიც ნაკიდი ქონდა ხელისუფლებას პრაქტიკულად გამოუსადეგარი იყო და ან არისრო და ან ერთი გასროლის შემდეგ პუჭდებოდა. ის შესაძლოა რა გვინდა ბანდავთ 2008 წელს არც ერთი სამხედრო საწყობი არ აუფეთქებია ხომ ასეა და რაღაც ამერიკული ტექნოლოგიებიც კი ჩაუვარდა რუსებს ხელში. რატომ არ აფეთქეს ახლა ეს ვიცი დაუშვათ შორს იმიტომ მივდივარ რომ ის პერიოდი გავს ამ პერიოდს და 2008 წელი განსხვავებულია 2008 წელს რაც შეეხება ეს არის ნუ როგორ გითხრათ ძალიან უწუხვა რომ დღეს 2012 წელს მოსული ხელისუფლება სიღრმისეულად არ სწავლობს იმ მოვლენებს იქიდან გამომდინარე რომ დამერწმუნეთ რომ იმ მოვლენებში მაღალი დანაშაულის მქონე დანაშაულებული ნიშნების ქმედების მქონე პირები დღესაც ვფიქრობ რომ საკმაოდ ჩაბუდებული არიან სხვადასხვა სახელისუფლო იერარქიაში სპეცსამსახურებში თავდაცვის სამინისტროში და ესე შემდეგ და ეს შემდეგ. ამიტომ მე მაინც იმ პერიოდს ვუბრუნდები. ესე იგი პირველი ეს არის უტილიზაცია. შემდეგ მნიშვნელოვანია ახალი იარაღის გამოცდა. სამეცნიერო ტექნიკური დაზვერვისა და კონდაზვერვის უმნიშვნელოვანესი ამოცანა არის რომ შეიქმნას სათანადო იარაღი და მას სჭირდება აუცილებლად გამოცდის ველი. ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაღალი დონით ესეთი გამოცდები ჩაატარა არაერთმა სახელმწიფომ. ამასთან ერთად გარკვეული როდესაც შენ გინდა რომ ბრძოლისუნარიანი სახელმწიფო ყავდეს აუცილებელია რომ პრაქტიკულად ახალ სცენარებში მიაღებინო მონაწილეობა შენ შეიარაღებულ ძალებს და ამასთან ერთად შეისწავლო აბსოლუტურად ყველა ის ტაქტიკა რომელსაც იყენებენ მოწინააღმდეგე სახელმწიფოები. ამიტომ ეხლა ამას ჩვენ გავყვეთ გარდა იმისა რომ ეხლა კორუფცია არის და ფულის გათეთრება ამაზე ჩვენ სულ არ ვლაპარაკობთ თვითონ საუბრობენ და ამაზე ორი აზრი არ არის მაგრამ ყველაფერი წინა გვაქვს როგორც ჩვენთან და უწუხვა რომ 2008 წლის შემდგომი მოვლენები ჩვენთან არ გაანალიზებულა როგორ ხდებოდა ფულის გათეთრება იმ თანხებთან დაკავშირებით რომელიც შემოდიოდა სწორედ იმ ომის შედეგების გამოსასწორებლად რომელიც 4 მილიარდზე ლაპარაკი ხო ნაწილი სესხი ნაწილი გრანტი ერთით ხო ესე იგი ეს პროცესები უკრაინაში უფრო დიდ მასშტაბებით იქნება შესაბამისად პოსტსაბჭოთა სივრცეზე აპრობირება ამის გაკეთებულია საქართველოს სამმართველოში ყველა სქემა დამუშავებულია შესაბამისად ვფიქრობ რომ როგორც კი საომარი მოქმედებები დამთავრდება და იქ დაიწყება ომის არალის გამოსწორებითი ღონისძიებები, ნუ აბა იქ ნახეთ თქვენ რა დონის ასე რა ვქია კორუფცია იქნება და ფულის გათეთრების პროცესები. ამიტომ ვფიქრობ რომ ამ ომით სარგებელი ნახა ძალიან ბევრმა ქვეყანამ. ეხლა მაინც იმ საკითხს ვუბრუნდები თქვენ ახსენეთ რომ რამდენად არიან ევროპელები გონიერები. ეხლა რო გითხრათ რომ პირველ ეტაპზე ისინი გონიურულად თქვათ მონაწილეობდნენ იმ პროცესებში, რასაც ჩართული იყვნენ ამ
ორ სახელმწიფოს შორის საომარ მოქმედებაში ვფიქრობ, რომ არა, მაგრამ დღეს არიან უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დგანან. და მათ ძალიან კარგად იციან, რომ რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელიც შურისძიების აქტს არ განახორციელებს ევროპულ სახელმწიფოებში. არ არის არც რუსეთი, არც ამერიკის შეერთებული შტატები, არც დიდი ბრიტანეთი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ტიპის ქმედება. ეკონომიკური გასაგები. ეს შეიძლება იყოს ეკონომიკური საბოტაჟი, ეს შეიძლება იყოს ტერორიზმი, ეს შეიძლება იყოს თქვათ გარკვეული ისეთი ქმედებები, რომელიც აუცილებლად იმ დონის დესტრუქციას გამოიწვევს, რომ შესაძლებელია რომ მაღალი დონის პოლიტიკური დესტაბილიზაცია მივიღოთ და ეს იყოს სისტემატური და განგზობადი ხასიათის, რომელსაც შეიძლება მოყვეს ხელისუფლებების სისტემური ცვლა და შესაძლებელია ამ არასტაბილურობამ გამოიწვევს ისეთი ხელისუფლების მოყვანა შემდეგ, რომელიც იქნება პირობითად თქვათ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების ინტერესებში. აი სტარმერის გადადგომა ამ შემთხვევაში შეიძლება რაღაც ამ კონტექსტში აღვიქვათ? თუ მას თავისი რაღაც პრობლემები ქონდა? დავაკვირდებით მოვლენათა განვითარებას, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ინფორმაცია, რომელიც პირველ ეტაპზე გამოაშკარავდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით საუბრობ. მაღალი დონის თანამდებობის პირებზე, როდესაც მათზე ძალიან დიდი მაკომპრომეტირებელი მასალები იყო შეკრებილი. წუხარ ახლა რაც უნდა ვთქვა, მაგრამ ეპშტეინის საქმეს ამბობთ. წუხარ რაც უნდა ვთქვა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ ვართ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ სამწუხაროდ ხელისუფლების მაღალ იერარქიაზე ისე ვერ მოხვალ თუ კომპრომეტირებული ვერ ახარ. აი ამას თუ შენი სამართავი ბერკეტი არ არსებობს, რა თქმა უნდა, ესე თუ ლაგამი არა გაქვს ამოდებული, შენ არ მოგცემენ ხელ. ამიტომ დემოკრატიაზე საუბარი და დემოკრატიული პროცესებზე საუბარი აქ უკვე სრულდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით რეალური მიზეზები იმისა, თუ ვინ რატო გადადგა, როდის გადადგა და რა იყო და რა. ანუ რა ტიპის კომპრომატი არსებობს? ნებისმიერი ტიპი, ხო, არ ვიცით. მე არ უყურებ აი ნახეთ ესეთ ტიპის კომპრომეტების ორგანიზება შესაძლებელია განხორციელდეს უშუალოდ სადაზორო სამსახურების მიერ. ამას ეს არის მისი ერთ-ერთი ტექნოლოგია და აუცილებლად ეს უნდა გააკეთოს, მაგრამ არსებობს ძალიან დიდი ფინანსური დაინტერესება, როდესაც შეუძლიათ, ვთქვათ, კერძო პირებს საკმაოდ კარგი ორგანიზებით ესა ფინანსური, ვთქვათ, პოლიტიკური და კრიმინალური წრეების ორგანიზებით ესეთი ორგანიზება განახორციელონ და შემდეგ ეს კომპრომატები გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისათვის. ხდით? აი ხა ერთ მაგ შეგახსენებ და ამით ამას დავასრულებ. ჩვენ საქართველოშიც გქონდა ესეთი მდგომარეობა გახსოვთ ყოფილი ხელისუფლების პირობებში და თუ გახსენდება არასამთავრობო სექტორი გამწარებული მოითხოვდა ამ ფაქტების განადგურებას. კი ბატონო მახსოვს. ალბათ ყველაზე მეტი მათზე იყო. დიახ. და დააკვირდით კიდევ ერთ მოვლენას გაგახსენებთ ახლა, როდესაც ერთ-ერთ სახში აღმოჩნდა სუსტად ანალოგიური ტიპის ეგრეთ წოდებული ოთახი, სამუშაო ოთახი, სადაც სხვადასხვა მაღალი დონის თანამდებობის პირების კომპრომეტირება ხორცელდა. თუმცა ამის შემდეგ ჩვენ ამაზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. კი ბატონო, ზუსტად ასე იყო და სხვათა შორის ახლა მინდა გავიხსენო, ბანდავთა შევარდნაძეზე რომ ამბობდნენ, რომ მისი დანერგილი იყო, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო სოციალისტური საბჭოთა საქართველოსი კომპრომატებით მუშაობა შემდეგაც გაგრძელაო და რაღაც საზოგადოებრივი აღშფოთებული იყო ეს როგორ შეიძლებაო და ამ დროს როგორც აღმოჩნდა საერთოდ დასავლური ქვეყნების ფუნქციონირების კი ბატონო ამით მუშაობს. არა იმის გამო როგორი გულუბრყვილოები ვიყავით, ესე იგი ჩვენ მაშინაც სპეციალურად გვაგულუბრყვილოებდნენ, რომ უფრო იოლი ყოფილიყო ჩვენი მართვა. რეკლამის გამო მცირე ხნით უნდა შევწყდოთ გადაცემა, ჩვენ მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. ჩვენ ყოველთვის ბრუნდებით გამაგზავნებთ საუბარს ჩვენ სტუმართან, დავით კუხალაშვილთან ერთად, ექსპერტთან უსაფრთხოების საკითხებში და ბატონო დავით, აი ჩვენი ხა მაყურებელმა დაწერა რაღაც აზრი გამოთქვა და საწყობს მიკვრის ხოლმე მამაკაცები, როდესაც არარაციონალურ აზრებს გამოთქვამენ, განამიტომ რომ ქალებს ვაკნინებ, მაგრამ რაღაცად რაციონალურობა უფრო იმისთვის არის დამახასიათებელი მამაკაცებისთვის, ქალებს უფრო ესე ვთქვათ ემოციური ინტელექტი აქვთ, როგორც მეცნიერება ამბობს, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გაცვალონ მათ ეს მდგომარეობა ერთმანეთში. სოლოვიოვის ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო. მან რაღაც ბევრი ინფორმაცია, თუმცა ბევრი ინფორმაციაც არ უთქვამს, იმიტომ რომ ჟურნალისტი ეკითხებოდა, ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რა არის წითელი ხაზი, რის შემდეგაც შეიძლება რადიკალურად იმოქმედოს რუსეთმა. მან თქვა, რომ მე ამას არ ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ ამას აუცილებლად გააკეთებთ, მაშინ თუ მე დავასახელებ ამ წითელ ხაზს. მაგრამ მე ყველაზე მეტად აი ამ ინტერვიუდან დამაინტერესა იმან, რატომ მისცეს კრემლის და პუტინის პროპაგანდისტად აღიარებულ ცნობილ, თქვათ, სოლოვიოვს ტრიბუნა ინგლისურენოვანი. თარგმანი სულ არ იყო თან საჭირო.
აი რატომ მისცეს ეს და რატო ეს არ იქნებოდა ერთი ჟურნალისტის და ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი, ხო? ქვეყანას თითქოს რაღაცა ნეიტრალურად დასავლური, მაგრამ მაინც მეტნაკლებად ნეიტრალურად იყო შერჩეული, მე გულისხმობ წარმოშობას ჟურნალისტისას. რატომ მისცეს ტრიბუნა თქვენი აზრით და რა მესიჯები იყო ისეთი, რაც მნიშვნელოვანი იყო და ყურადღების მისაქცევი? ესე იგი, პირველ რიგში კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო აუცილებლად, რომ მშვიდობიანობის თუ ომიანობის დროს პროპაგანდას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპაგანდის განხორციელებელ პირებზე, სახელმწიფოს პროპაგანდის განხორციელებელ პირებზე, მათი ნებისმიერი განცხადება არის უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის საინტერესო. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ახლა მე ძალიან შორსა ვარ იმისგან, რომ სოლოვიოვმა თავის მოსაზრება გააჟღერა. მან აუცილებლად გააჟღერა ის, რაც მას სახელმწიფომ დაავალა და ამაშიდაც ძალიან დარწმუნებული და რუსეთს ამის შესაძლებლობა აქვს, რომ მათ ლაბორატორიულ სიზუსტეზე გათვლილი ინფორმაცია გამოიტანეს საზოგადოებაში. ის რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცაში გაკვირვებული დავჭირთ ამ ინტერვიუიდან ერთ რამეს უნდა გაისვას ხაზი, რომ ეს არ არის ჩვენზე გათვლილი ინტერვიუ და მას ყავს თავისი ადრესატები და მე ვფიქრობ ეს არის ის ძირითადი აქტორები, რომლებიც პრაქტიკულად რუსეთის წინააღმდეგ ამ კონფლიქტის დროს აშკარად არიან ჩაბმული. აი ესეთი ღია ფორმა რატო აირჩიეს? რომ ესე მიეღოთ ღია წყაროდან ინფორმაცია. ზოგადად სადაზვერვო საქმიანობაში ღია წყაროში მოპოვებული ინფორმაცია ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და როდესაც სოლოვიოვი გამოდის უშუალოდ თავისი სამოქმედო ეგრეთ წოდებული არეალის გარეთ და აკეთებს განცხადებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ქვეყნისათვის საინტერესო იყო სწორედ ამ ტიპის განცხადება, რომელიც მან უკვე გარესიბცაში გააკეთა, არა იქ, სადაც ის ყოველდღიურად თქვათ მოღვაწეობს. ამასაც თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. აქ ორი შეკითხვა ისმება, რატომ გააკეთა მან, ვინც გააკეთა და მეორე საკითხია, რატომ დაუშვა რუსეთის ხელისუფლებამ, რომ ის გამოსულიყო და ესე ეთქვა. აი ეს ორი საკითხი თუ ერთმანეთთან შედერდება, ეს არის პრაქტიკულად შეჯერებული პოზიცია, რომ მას აუცილებლად გარკვეული ტიპის განცხადებები უნდა გაეკეთებინა. თუ დავაკვირდებით, ეს მეტყველებს ერთგვარ შეთანხმებაზე ამ მხარეს შორის? არა, ინტერესებს ვსაუბრობ. დიახ. ერთისთვის იყო მნიშვნელოვანი კი ბატონო გაჟღერებული იყო ეს ინფორმაცია და მეორესთვის იყო მნიშვნელოვანი ეს მოისმენა. კი ბატონო. მაგრამ სივრცობრივად იყო განსხვავება, სადაც ყოველთვის განსხვავება. ხო და აი ეს ის რომ მათ რაღაცა ტიპის მოლაპარაკება უნდათ თუ რატომ დაემთხვა მათი ინტერესები, მართალია სხვადასხვა мотиваცია, მაგრამ ხო დაემთხვა ინტერესები, იმას თქმა უნდა და იმას მოსმენა უნდა და ეს მაინც ერთგვარ რა ტიპის თანამშრომლობაზე მიუთითებს ამ მხარეებს შორის, თუ რა ტიპის მოსინჯვაზე კბილის. რუსეთის ფედერაციას ყავდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროპაგანდისტი და ვთვლი რომ ჟირინოვსკის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ამ ტიპის პროპაგანდისტი არ აქვს. აი რომ გადახედოთ უბრალოდ არა მარტო პროპაგანდისტი, არამედ ეს იყო მაღალი დონის ანალიტიკოსი, თუმცა არ ვფიქრობ იმას, რომ მას კავშირი არ ჰქონდა საკუთარი ქვეყნის სადაზვერვო და კონტრსადაზვერვო უწყებებთან გარკვეული ინფორმაციების გაცვლა მიდიოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას ის იყო საკმაოდ მაღალი დონის ანალიტიკოსი და თუ დავაკვირდებით მოვლენებს, რომელზედაც ის პროგნოზს აკეთებდა, ძალიან ბევრი პროგნოზი გამართ. 99%. აქედან გამომდინარე, როგორც ეთყობა რუსეთის ფედერაციაც და უცხოეთიც როგორც ეთყობა ძებნაშია, რომ მიიღონ ახალი პროპაგანდისტი, რომელთანაც მოისმენენ იმას, რასაც ამბობს ზოგადად რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება სხვა პირების მეშვეობით. ანუ რა ინფორმაცია აქვს დასავლეთის გეგმების შესახებ რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას? იმიტომ რომ ჟირინოვსკის პროგნოზების დიდი ნაწილი უკავშირდებოდა არა იმას, რაც ჩაიდენდა რუსეთი, არამედ იმას, რაც ჩაიდენდა დასავლეთი, ხო? ნახეთ, ჩვენ ახლა რაც ვისაუბრე, შეიძლება ავტორებს დარჩეს იმის ჩაბეჭდილება, რომ მხოლოდ ერთი მხარე იყო მომზადებული, რომელიც მოვიდა თქვა და ინტერვიუ გააჟღერა მის სახელმწიფოს მხრიდან. ყველა ის ადამიანი, რომელიც მეორე მხარეს იდგა, ჟურნალისტებზე მოგსაუბარი, ისინი პრაქტიკულად წარმოადგენენ თავიანთ სახელმწიფოს, ამიტომ ნახეთ, რუსეთთვისაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ნებისმიერი ტიპის შეკითხვა, რომელიც იქ დაისვა, იმიტომ რომ ყველა იმ შეკითხვაში ჩანს გარკვეული ტაქტიკა, გარკვეული სტრატეგია იმ ქვეყნებისა, ესე იგი მოვლენათა შემდგომი განვითარების შესახებ და არა მარტო ამის შესახებ, გარკვეულწილად იქ დასმული შეკითხვები შეიცავენ შიშის ეგრეთ წოდებულ სექტორს თუ რა მიმართულებით ეშინია ამა თუ იმ სახელმწიფოს.
ამიტომ და დამიმართულებები გამოიკვეთა, ბატონო, თქვენ როგორც პროფესიონალს ამ დარგისაც კითხავთ. ამ თუჩი ამისგან თავ შევიკავებ, იმიტომ რომ კითხრაც იმას. მე მითხარით გადაცემის შემდეგ თუ შეიძლება რაღაცებზე ვისაუბროთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით მაინც ზოგადად ყოველთვის განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელიც არასოდეს აი ცხელ რაღაცაზე არ საუბრობს, უნდა გაცივდეს მოვლენა და ამას აუცილებლად რამოდენიმე შედეგი მოყვება და შემდეგ უფრო სიღრმისეულად ვისაუბროთ, რომ შეცდომაში არ შევიყვანოთ მოსახლეობა. ეხლა ნახეთ მე რაზე გესაუბრებთ რა. კიდევ ერთხელ დღის წესრიგში შემოდის ჟურნალისტიკის დარგის მაღალ დონეზე აყვანის აუცილებლობა, რომელიც საქართველოში არ ესმით. ეს აუცილებლად უნდა გაიგოს ხელისუფლებამ. ეს აუცილებლად უნდა გაიგოს ყველა უნივერსიტეტმა, სადაც ამ მიმართულებით სწავლებები მიმდინარეობს. მე სულ ვიძახი წლების განმავლობაში, როდესაც კი სისტემიდან წამოვიდა მომეცა უკვე საშუალება, რომ ღია წყაროებში და ყოფილიყავი, სულ ვიძახი, რომ აუცილებელია, რომ შეიქმნას ესეთი პროფილური მიმართულება სამხედრო ჟურნალისტი. როგორ ვფიქრობ, ჩვენ როგორ გვინდა რაიმეს ან მოგება, ან წაგება თუ რაღაც სასიკეთოს გაკეთება, ნუ წაგება შორს იყო ჩვენისგან, როდესაც ჩვენ არ გვყავს ზუსტი პროფილის მქონე სამხედრო ჟურნალისტები. ჩვენ არ გვყავს საუბრობ იმაზე, რა დანიშნულება აქვს სამხედრო ჟურნალისტიკას, რომ ის არის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ნებისმიერი სახელმწიფოსათვის. აქედან გამომდინარე, თუ ამაზე ჩვენ არ ვიფიქრებთ, ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ჩვენ აიმე წარმატებაზე ვისაუბროთ და დააკვირდით ამაზე რატო ვაკეთებ აქცენტს. და იმას ვეუბნები, ახლა ვისაც ეს უნდა ესმოდეს. მე ჩემი ინიციატივით მაქვს დამუშავარი ამ მიმართულებით სხვათა შორის წლების განმავლობაში. ხომ არა, თქვენი ინიციატივა არ აქვს, სახელმწიფო უნდა მუშაობს. მე მესმის ეს არ არის საკმარისი და კი მესმის რა თქმა უნდა. ნახეთ, თუ ეს აი ჩვენ ოპერატორული ვითარება, ხო? ორი ტერიტორია არის პრაქტიკულად ოკუპირებული, ხო ესე არის. და არ მუშაობთ ჩვენ ამ მიმართულებით. ჩვენ ტერიტორიები, სადაც კიდევ არის მაღალი საფრთხე სხვადასხვა ტიპის კონფლიქტის ინსპირირების. არის სხვადასხვა მიმართულებები, რომელზედაც აუცილებლად სამხედრო ჟურნალისტმა უნდა იმუშაოს ქვეყნის გარეთ. თუ ამას ვერ გავიგებთ, ჩვენ ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ჩვენ გქონდეს მონაცემები სამხედრო რეალური და ობიექტური მონაცემები სამხედრო უსაფრთხოების და პოლიტიკური უსაფრთხოების, სამხედრო პოლიტიკური უსაფრთხოების შესახებ. სხვადასხვა ბატონო თამას ვიტყვი, აუცილებლად ჩემ თავზე კია, მაგრამ უხერხულია საკუთარ თავზე ლაპარაკი, მე ასე გამზარდეს, მაგრამ უნდა ვთქვა სხვა გზა არ არის. მე ძალიან ბევრი არა მხოლოდ აზერბაიჯანელი, მაგრამ აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები, ჟურნალისტები, თქვა მყავს სოციალურ ქსელებში და ყოველთვის, როდესაც იზაბებოდა ვითარება განსაკუთრებით ყარაბაღის ომების წინ და მიმდინარეობისას, როდესაც საქართველოს ადანაშაულებდნენ სომხური ტვირთის ძალებაში, ყოველთვის იწყებოდა ხოლმე საქართველოს წინააღმდეგ შავი პიარი და რაღაც ისე ქონდათ, ისე აქვს კონფიგურაცია მიცემული, რომ როცა ეს მსჯელობა იწყებოდა, მე ამას აუცილებლად ვხედავდი. ღამას ვხედავდი, გასაგებია, რომ მე მგვერდზე შევდიოდი. ნუ შემდეგ ჩემ რამდენიმე კოლეგას, იმიტომ ისინი ბერონი არიან, მე ერთი ვარ, ვერ ვასწრებ, თორე სხვა პრობლემა კი არა, რომ ისინი ხო ვერ ვასწრებდი და სიმართლე გითხრათ, რამდენჯერმე დამითაგავს სუსი და ღამის 3 საათზე ნოს და მithkoms რომ მე ხა მასალა მაგ დასაწერი და ვახტას გაბარებდი და შემოდით თქვენ და სხვათა შორის რეაგირებდნენ. შემდეგ ოღონდ მე არ მესმის, მე რატომ უნდა დამეთაგა ისინი და შემოდიოდნენ და სხვათა შორის აი ჩვენი ეთნიკური ახლა რაც თქვენ თქვით, რომ თქვენ ახლა მართალი ხართ. რატომ არ უნდა დაგესმათ შეკითხვა. მე ესე ვთვლი, რომ თქვენი პროფესიული მოვალეობა და ქვეყნის სიყვარულიდან გამომდინარე აკეთებთ ამას. რა თქმა უნდა, უბრალოდ ჩემი მეძე, ნუ ხო შეიძლებოდა რომ მე ეს საქმე მქონოდა და იმ დროს ეს ყურადღების მიღმა დამეტოვებინა. პოსტსაბჭოთა საქართველოს ისტორიას. სწორედ პატრიოტიზმით დაავადებულ ადამიანებზე ეს ქვეყანა კიდე შენარჩუნებული. ამიტომ კიდე ერთხელ მადლობას გიხდით, რაც გააკეთეთ. ყველა ადამიანს მადლობას ვუხდი, ვისაც გათავისებული აქვს სახელმწიფოებრიობა. კი, ჩემი კოლეგები შემოდიოდნენ პირადში წერდი, შემოდით მეთქი რომ მაგის გარეშე ვიყოთ, ჩვენი საქმე ძალიან ცუდად იქნება და ეს ჩანს ყოველდღიურ საქმიანობაში. მათ შორის განსაკუთრებულად პატივს ვცემ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც განსაკუთრებულად თავშეკავებული არიან და ცდილობენ რომ მაქსიმალურად არ დაძაბონ რაიმე მიმართულებით. ეს არის პროფესიონალის გამოვლენა და არა ის რომ დღენიადა გემზადებოდა რომ ყოველთვის კონდეს პოლიტიკური დესტაბილიზაცია ქვეყანაში. ესე იგი, ამაზე შევთანხმდით რომ სამხედრო დაზვერვის მიმართულებით, სამხედრო ესე იგი ჟურნალისტიკის მიმართულებით აუცილებლად უნდა განვითარდეთ და აუცილებელია სამეცნიერო კვლევით ცენტრები უნდა არსებობდეს, სადაც სახელმწიფო შეუკვეთავს და მიიღებს ზუსტად იმ ტექსტებს, რომელიც იქნება მისთვის უსაფრთხო. არ დაიჯეროთ, რომ რომელიმე ქვეყნის და ორ ქვეყანაზე ვისაუბრებ. ეს არის რუსეთის ფედერაცია, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, არც ერთი
ქვეყნის ლიდერი არ საუბრობს საკუთარი ტექსტებით. მას ეს ტექსტები მოდის მეცნიერულ დონეზე დამუშავებული, რომელიც რა თქმა უნდა ეყრდნობა სადაზვერო და კონცადაზვერო მონაცემებს. ყველა ჩავარდნა იწყება მაშინ, როდესაც შენ თვითონ ამზადებ და ზოგადად არ ითვალისწინებ ობიექტურ რეალობას. ჩვენ ყო დაგჭერთ წუთი ნახევარი 2 წუთი და საოცრად უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ სოლოვიოვმა გაიხსენა თავის ინტერვიუ პუტინთან და მეც მახსოვს პასუხი მისი, რომ თუ დედამიწაზე არ არსებობს რუსეთი, მაშინ რატომ უნდა იარსებოს ასეთმა დედამიწამ. აქვს იმის შესაძლებლობა პუტინს რომ აასრულოს ეს სიტყვები, თუ ეს ვოთ ხატოვნად იყო ნათქვამი, შიდა აუდიტორია 2007 წელს გერმანიაში მიუნხენის საიტზე გაკეთებული განცხადების ანალიზი გვაძლევს იმის საშუალებას დავასხმოთ, რომ პუტინმა რაც თქვა, ის აღასრულა დღეის მდგომარეობით. აქედან გამომდინარე, თუ რუსეთის ფედერაციის ინტერესებს დაემუქრება მაღალი დონის საფრთხე, ალბათობის მაღალი ხარისხით უნდა დაუშვათ ესეთი ვერსია, რომ მან შესაძლებელია განახორციელოს ამ იარაღის გამოყენება. აი რატომ რომ უბრალოდ დავსვათ შეკითხვა რომ რატომ შეიძლება არ გამოიყენოს რა არ გამოუყენებიათ კი ბატონო არ გამოიყენა ჰიროსიმასა და ნაგასაკში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თუმცა შენი პარტნიორები არიან ახლა იაპონია და ამიტომ რომ მაშინ ეს ეხება ხოლმე ჩაკუჩის სწორი ჩარტყმა ეს ცოტა ესეთ ტერმინით საუბრობ პოლიტიკური ტერმინით სწორი ჩარტყმა შემდეგ ტვინის სწორ მოძრაობას იწვევს რა და აქედან გამომდინარე სწორედ ის იყო ის ჩაკუჩი რომელიც გამოიყენა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მის შემდეგ საკმაოდ კარგად და იაპონიამაც ბიძგი მისცა თავის პროგრესს ხოთა შორის და განვითარებას იმ ორი ბომბის საფეთქებაში. იმედია ჩვენ არ დაგჭირდება ორი ბომბის დაცემა. არა, ჩვენ არ დაგჭირდება. ეთილი. ძალიან სამწუხაროდ, ჩემ და სამწუხაროდ დავით ამოიწურა ჩვენი გადაცემის დრო, თუმცა სიამოვნებით ვისაუბრებდი თქვენთან კიდევ დიდხანს და ვფიქრობ მაყურებელი და მსმენელი სიამოვნებით გვიყურებდა და გვისმენდა. მე თქვენ გემშვიდობებით, საქართველოს სიყვარულით, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ დაგვითმეთ დრო